დღეს ხელოვნურ ინტელექტს იმდენი კითხვა დაუსვი, რომ იმან უკან მომწერა. აბა ამდენი ახლა საიდან უნდა ვიცოდე, თომა აბაკელია ხომ არ ვარო. მივეგებოთ, ჩვენი სტუმარია თომა აბაკელია. გამარჯობა. მოგზანდით. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. სალამი ბატონო თომა. გაბზანდით. როგორ გიკითხოთ, როგორ ხასიათზე ხარ, როგორ ხარ? არა მიშავს რა. პატივცემულო საზოგადოებაო, გაიცანით 8 წლის ექსპერტი ყველა საკითხში. სწორად, თქვი? კი. ყველაფერი იცი? კი. ნამდვილად? კი. ეჭვიც არ მეპარება. საიდან ჩამოხვედი? ზუგდიდიდან. ხო? ზუგდიდიდან ჩამოსულა. მეგრელი ხარ შენ? კი. ო, აბა, ახლა გეწოდინება ყველა კითხვაზე პასუხი შენ, გასაგებია. რომელ კლასში ხარ? მეორეში. მეორეში? იცი რა, გამიკვირდა ძალიან, არ გავხარ შენ მეორე კლასელს. აბა, ადექი ერთ წამით სიმაღლეში. ეს არის მეორე კლასელი. დაბრძანდით, ყველაფერში ექსპერტულად გამოიყურება, ესე იგი, მინდა სიმაღლეც კი განსაკუთრებული გაქვს პატივცემული. საყვარელი საგანი გააქვთ სკოლაში? კი. რომელი? ქართული, მათემატიკა, ბუნება და სპორტი. კიდე რამის გასწავლია? ისე რითი ერთობი, რას აკეთებ ხოლმე მითხარ? ფეხბურთით. ფეხბურთი გიყვარს? კი. კიდე? რა ვითამაშობ სხვადასხვა თამაშებს. სხვადასხვა თამაშებს, კომპიუტერულს? არა. აბა? დაჭერობანას და ისეთ. ის ძველი, ნამდვილი, კარგი თამაშები რო არის, მე რომ მიყვარს. რო დაგვავიწყდა ზოგიერთებს, იმიტომ რომ უკვე დაჭერობანა და გრძელი ვირი და ლახტი და რაღაცები აღარავის აღარ ახსოვს სამწუხაროდ. რა მაინტერესებს, იცი? დაჭერობანა უფრო მეტად გიყვარს შენ თუ პოლემიკა? დახუჭობანა. კარგი. სკოლაში შენ უფრო ხშირად გისვამენ შეკითხვებს თუ შენ უფრო ხშირად უსვამ კითხვებს? მე უფრო ხშირად უსვამ კითხვებს. მასწავლებლები არ გეკითხებიან რაღაცეებს, ანუ ასეთ ცოდნე ადამიანსო, ანუ შენგან არ იღებენ ცოდნას მასწავლებლები? კი. კი? რა თემაზე გესაუბრებიან ხოლმე ძირითადად? რა იცი ყველაზე მაგრად? აი, რას გეკითხებიან ხოლმე? ისტორია. ისტორია იცი ყველაზე კარგად? დასაფასებელი ამბავია, აპლოდისმენტები. შეგიძლია ყველა შეკითხვაზე პასუხი გამცე? შეგიძლია? კი, გაჩნია ჩემ ზემოთ მეზობელს რა ქვია? ჭერი. ვისთან ერთად მოხვედი მითხარი? ჩემი მასწავლებელი, ჩემი ძმა, ბებია, დედა და მამა. პირიქით რატო დაიწყე? დედა, მამა, ბებია რო იყოს, მერე ძმა და მერე მასწავლებელი შეიძლება? კი. განსაკუთრებულად აქვს ადამიანს მოწყობილი, ესე იგი, ყველაფერი აბსოლუტურად და სხვანაირად აზროვნებს თუ დააკვირდით პატივცემულება. და დედას რა ქვია? თიკო. თიკო. მოგესალმებით თიკო. გამარჯობათ. ასეთი იყო სულ? ანუ ინტერესდებოდა ყველაფერი. ცნობის მოყვარეა? ცნობის მოყარეა დაბადებიდან. ზოგადად არის აქტიური, თვითონ აქვს ამის სურვილი. სანამ კითხვას დაიწყებდა, ჩვენ ვუკითხავდით. ისტორია მოსწონს განსაკუთრებით და კითხვა რო ისწავლა უკვე თვითონ ართმევს თავს და რაც აინტერესებს თვითონ პოულობს, თვითონ ეძებს და თვითონ სწავლობს. სკოლის გარდა სადმე დაკავთ? დიახ, დაკავებულია ბევრ წრეზე დადის. ცეკვავს, მღერის, ხატავს. ღერის კიდე? ინტელექტ კლუბში დადის. საოცარი ამბავია. იქ სულ ყველანი იმ ინტელექტ კლუბში მეორე კლასელები ხარ? არა. აბა? მერვე და მეშვიდე. მოიცა, მერვე და მეშვიდე კლასელ ბავშვებთან შენ დადიხარ იქ ერთად? კი. საოცარი ამბავია. პედაგოგიც არის აქ შენ? მე მასწავლებელი. და რას გასავის? ყველაფერს? არა. აბა? დამრიგებელია და ქართულს, მათემატიკას და ბუნებას მასწავლის. შესანიშნავი მერი მასწავლებელი ყოლია. გამარჯობათ მერი მასწავლებელი. მოგესალმებით. ყოველთვის გვაქვს პრობლემა კლასში რა შევდივარ, მე პირადად ვფიქრობ ცალკე რომ რითი დავაინტერესო თომა და რა შეიძლება ისეთი უთხრა, რაც არ იცის და რაც მისთვის ახალი იქნება. რამე კონკურენტად ხო არ მიგაჩნიათ ახლა ეს უკვე? კლასის პროფესორს ვეძახით, სხვათა შორის პატარა პროფესორია კლასში. აბსოლუტურად დამსახურებულად დარწმუნებული ვარ მე. ეხლა იცით რას ვფიქრობ? აი ამ წამს მომივიდა ასეთი აზრი. და ცოტა შეცმუნებულიც კი ვარ. რა შეკითხვა უნდა დაუსვა ახლა ამ ბავშვს ისეთი რომ თან მეც პასუხი ვიცოდე და რა ვიცი, რო არ შევრცხვე. რა შეიძლება გავაკეთოთ? რაღაცები მაქვს მომზადებული შეკითხვები. შენ თუ იქნები მზად რომ ამ შეკითხვებზე პასუხი გამცე?
აბსოლუტურად მზად ვარ გააჩნია რას დამისმოთ. წინასწარ ვერ გეტყვი, შეკითხვები იმისთვის არსებობს, რომ გამოგცადო და შენი ცოდნა შევამოწმო. მზად ხარ ამისთვის? დიახ. კი ბატონო. აბა, გადავდივარ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, ცოდნის შემოწმებაზე. თომა აბაკელიასთან ერთად გვავახერხებთ ამას, დარწმუნებული ვარ. ძვირფასო დამსწრე საზოგადოება და ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა განახოთ აგერ აი ეს შესანიშნავი გამოსახულება, 20 შეკითხვა გვექნება და 20 დანაყოფი არის აქ. როდესაც თომა სწორად უპასუხებს, აინთება მწვანე, თუ არასწორად უპასუხებს, აინთება წითელი. შესაბამისად, და უნდა ვქნათ, სულ ყველა მწვანე თუ უნდა ავანთოთ, ხო მართალია თომა? დარწმუნებული ვარ, რომ შენ მზად ხარ ჩვენი ბლიც კითხვებისთვის. კი. შეიძლება დავიწყოთ? კი. ყურადღებით პირველი შეკითხვა. როდის დაიწერა ვეფხის ტყაოსანი? მე-12 საუკუნეში. აბსოლუტურად მართალია. რომელია ყველაზე პატარა თვე? თებერვალი. რომელია ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში? ვატიკანი. მართალია. რომელი კუნძულია ნაპოლეონ ბონაპარტეს სამშობლო? კორსიკა. რომელი რელიგიის სალოცავია სინაგოგა? იუდაიზმი. რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი? 1914-1918 წლებში. რა ქვია სამი და მეტი მუსიკალური ბგერის თანაჟღერადობას? აკორდი. ვინ არის Microsoft-ის დამფუძნებელი? ბილ გეიტსი. ვინ დახატა მონა ლიზა? ლეონარდო და ვინჩი. რომელ წელს მოხდა კრწანისის ბრძოლა? 1795 წელს. ისტორიას ვიცით? რომელ წლებში არსებობდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა? 1951 წლებში. ვინ და როდის დაწერა შუშანიკის წამები? იაკობ ხუცესმა მე-5 საუკუნეში. ვინ იყო დონ კიხოტის საჭურველთ მტვირთველი? სანჩო. კი ბატონო, სანჩო პანსა. რომელი იმპერიის დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი? ბიზანტია. რომელმა მეფემ გაათავისუფლა თბილისი თურქ-სელჩუკებისგან? დავით აღმაშენებელმა. ვინ აღმოაჩინა ამერიკა? კრისტოფორე კოლუმბმა. დაასახელე ფეხბურთის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვება? ურუგვაი. კი ბატონო, ვისი ნამუშევარია საიდუმლო სერობა? ლეონარდო და ვინჩი. რა ქვია ისლამის წმინდა წიგნს? ყურანი. რა ქვია, უბრალოდ რა ერქვა ალექსანდრე მაკედონელის ცხენს? ბუცეფარი. აპლოდისმენტები, აბსოლუტურად მართალია, 20 სწორი პასუხი გვაქვს. ძალიან მაგარი ხარ. ყოვლის მცოდნე სტუმარი ვყავდა დღევანდელ დღეს თომა აბაკელია. მოგზანდით თომა, თუ შეიძლება ცენტრში დავიკავოთ ადგილი და მივიღოთ დამსახურებულად საჩუქრე. ბი. აბსოლუტურად მართალია. პირველი ჩვენთან მოემართება ფაგიო. მოგზანდება ჩვენთან ჩვენი ფაგიო და მოაქვს შესანიშნავი საჩუქარი თომასთვის. აი, ასეთი საჩუქარი გაქვს. ეს არის ფაგების ნაკრები იმისათვის, რომ არ მოგეკაროს გაციება და არანაირმა ინფექციამ არ შეგაწუხოს. ხო, მოგწონს ეს ამბავი? კი. ასეა, დედამ იცის ფაგიო. ახლა კი მეორე საჩუქარიც ხო გვინდა ჩვენ? ამიტომ ჩვენთან მოემართება ლოკომოკოს ლომი. ეს საჩუქარიც შენ. დამსახურებულად აბსოლუტურად აპლოდისმენტების თანხლებით. ჩვენი სტუმარი გახდათ თომა აბაკელია.